თოვლიან ფერდობზე შეფენილი ჩხავერი და მონდომებით მომუშავე გურულები სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ. სოფელ ბაღში დეკემბრის თვეში მიმდინარე რთველს დღეს ჩვენი გადამღები ჯგუფი დაესწრო. ამისანა იგი ღვინო არა არცა სტალინის მიქონდა აი ღვინო არჩა ყველა ღვინოებში და კაჭიჭი და ველური მას მიჩება თუ ნოვეს. როგორც ამირან ბაბუა ამბობს, ჩხავერი ყურძნის საუკეთესო ჯიშია და როცა მისი სხვა ყურძენთან შედარება გაუბედეთ, გაგვიბრას და კიდეც. ამირან დოლიძე აქ არსებულ მეურნეობაში 1950 წლიდან მუშაობს. ჩხავერი მისი ცხოვრების ნაწილია და ამ იშვიათი ჯიშის ყურძნის მომავალს ძალიან განიცდის. მეურნეობა სულ არსებობდა გუდაუთა, ქედა, საჭამისერი და ბახვი. ყველაზე მეტი მნიშვნელოვანი, ყველაზე მეტი ხარისხიანი და ნიადაგის მხრივ დარჩა ეს მეურნეობა. ამდენი მიწა არის უნიკალური ნიადაგი, ვიზია ძალიან არა მე მტკივა გული მე დღეს თუ ყვალ არ ვიქნები, მაგრამ გული მტკივა რომ რატომ რჩება ასე ჩხავერი მეთქი. ჭაბუკა მამეიშვილმა და ლევან თოიძემ ჩხავერის მეურნეობის აღდგენა სწორედ იმ ფართობზე გადაწყვიტეს, სადაც ეს ყურძენი 1929 წლიდან მოჰყავდათ. ამ ეტაპზე ვაზი 9 ჰექტარზე გააშენეს, მაგრამ აპირებენ მომავალში 22 ჰექტარი მოიცვან. როგორც მეურნეობის აგრონომია ამბობს, გეგმა მასშტაბური და პერსპექტიული აქვთ, მაგრამ მისი განხორციელება სახელმწიფოს თანადგომის გარეშე შეუძლებელია. მე ვფიქრობ, რომ იდეის დაახლოებით 75% მაინც განუხორციელებელი დარჩება, თუკი სახელმწიფო არ ჩაერევა ამ საქმეში. თუმცა ჩარევას არ გულისხმობ მე, ასე ვთქვათ, მაქსიმალურ ყურადღების მიქცევას. პირველ რიგში თანხა, რომელიც მე ამას თავისუფალ თანხას ვეძახი, რომელიც გარკვეული დროით უნდა იყოს უპროცენტო და შემდეგ ძალიან დაბალ პროცენტიანი. ეს არ გულისხმობს მეურნეისთვის, მეწარმისთვის ჩუქებას თანხის უბრალოდ სწორი ხარჯვა და მისი კონტროლი ეს არის სახელმწიფოს ჩემის აზრით მთავარი, ასე ვთქვათ, ამოსავალი წერტილი. ირგვლივ ყველაფერი არაჩვეულებრივად გამოიყურება. თოვლიან ფერდობზე შეფენილი ჩხავერი, მზით გაჩახჩახებული გარემო და მონდომებით მომუშავე გურულები. პერსპექტიული მომავლისა და სახელმწიფოს თანადგომის იმედით.